როგორ მუშაობდა სქემა, რომლის მიხედვითაც ლენტეხის ყოფილმა მერმა მიიღო მშენებლობაზე ნებართვა. ირკვევა, რომ მერად არჩევის შემდეგ გია ონიანმა საკუთარ სამსახურს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას ცოლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიით მშენებლობის ნებართვისთვის მიმართა. უნდა აშენებულიყო კომერციული ფართი ორსართულიანი, თუმცა ამის შემდეგ პროექტმა ფორმა შეიცვალა და სამსართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვაზე მიმართა მერიას, რომელსაც რამდენიმე დღეში ამ მიმართვას უკმაყოფილებენ. ეს ყველაფერი უნდა ამაზე თანხმობა გასცა არქიტექტურის სამსახურმა, რომლის ხელმძღვანელიც ახლა არის დაკავებული, ხოლო ზედამხედველობა უნდა გაეწია ზედამხედველობის სამსახურს მის უფროს გიორგი გულბანს, რომელიც როგორც ირკვევა არის გია ონიანის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის დისქმარი, ქვისლი. რეალურად ეს ყველაფერი ახლა გაასაჯაროვა პროკურატურამ, ახლა დააკავეს ლენტეხის ყოფილი მერი, მაშინ როდესაც აი ფაქტის საგამოძიებო სტატია ჯერ კიდევ 2024 წელს იძებნება. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ სასტუმროს აშენების მიზნით შეიძინა მიწის ნაკვეთი და მშენებლობის პროექტი დაუკვეთა. პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, კერძოდ განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს, გია ონიანმა მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა. ნებართვის გაცემის პროცესში გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბროდად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები გასცეს. ასევე სასტუმრო მშენებლობის პროცესში ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დისქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა და განეხორციელებინა მშენებლობის მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მიქცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინება. ლენტეხში სტალინის ქუჩაზე, მათ შორის ტროტუარზე მოქმედი მერი რომ აშენებდა სასტუმროს და ამის საქმის კურსში იყო ზედამხედველობის სამსახური არქიტექტურის სამსახურთან ერთად, ამაზე საგამოძიებო მასალა აი ფაქტმა ჯერ კიდევ 2024 წელს გაავრცელა, თუმცა რეაგირება მაშინ ამაზე არც ერთ საგამოძიებო უწყებას არ მოუხდენია. რა ხდება ახლა? კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს არის კვლავ კლანური დაპირისპირების შედეგი. ჩვენ 2024 წლის ნოემბერში გამოვაქვეყნეთ გამოძიება, რომელიც ეხებოდა ლენტეხის ყოფილი მერის საქმიანობას. კერძოდ ეს იყო სასტუმროს მშენებლობა. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, წყაროსგან და ჩავედით ადგილზე და იქ რამდენიმე კანონდარღვევა დაგხვდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ლენტეხის მერი, ყოფილი მერი ონიანი თავისი ცოლის კომპანიის გავლით აშენებდა აი ამ სასტუმროს. ცოლის კომპანიამ $10,000 იყიდა 230 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს ჩვენ იქ ესე იგი მანამდე იყო ძველი სადგურის მშენობა და ქუთაისი ლენტეხის მიკროავტობუსები დადიოდნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჩვენ გამოძიებაში ჰქონდა ნახსენები, მაგრამ ამ შემთხვევაში პროკურატურის განცხადებაში ამაზე არაფერი არ არის ნათქვამი, ეს იყო უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. 2 წელია უკვე ეს ამბავი ვიცით და კობახიძემაც 2 წელია ეს ამბავი ვიცის, როგორც ჩანს ეხა დაჭირდა პოლიტიკური შურისძიებისთვის, ეხა ეს იყო ალბათ რაღაც ღალიბაშვილთან აფილირებული კადრი და რაღაცნაირად ამ პოლიტიკურ შურისძიებაში მოყვა, თორე ასეთი გამოძიებები და ასეთი ფაქტები არის თითქმის ყველა მერზე. მაგალითად კობალურ სმანაშვილზე ვინც არის ხარაგაულის მერი და ვინც არის კობახიძის მამის ძმაკაცი მაგალითად და ასე შემდეგ. მაგრამ ეხა პოლიტიკურად დაჭირდა და დააკავეს ეს კაცი და შიდა ომი არის ქართულ ოცნებაში ირაკლი კობახიძესა და გურის ფეოდალ ჩიგოგიძეს შორის. ჩვენ ვიცით, რომ გოჩაინოქიძეს დაუჭირეს ადრე ბიზნეს პარტნიორი ვლადიმერ სტეფანიანი ბაკურიანში სასტუმროების აშენების გამო. დაკავებული ეს ლენტეხის ყოფილი მერიც არის აი ამ ენუქიძის საფეოდალოში, ხო, საფეოდალად გადააქცია. არის გამორიცხული, რომ ეს იყოს გარკვეული მუქარი ჟესტი ენუქიძის წინააღმდეგ, რომ ისევე როგორც ჩიგოგიძეს და ისევე როგორც სხვა რეგიონის ფეოდალებს, ასე ვთქვათ, ხელები გადაუგრიხა ხა კობახიძემ პოლიტიკური მიზნების გამო. საინტერესოა, რა სათქმელი ექნება ლენტეხის ყოფილ მერს ბრალდებასთან დაკავშირებით, როგორც გიორგი ონიანის, ასევე მასთან ერთად დაკავებული მერის მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში იქნება.